მერის მხარდაჭერით დღეს უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა რამდენიმე წუთში ქრონიკაში. რუსთავში 24 დევნილ ოჯახს გაზიფიცირების პრობლემა მოუგვარდება. საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას ხრის ნახევარზე ახალამბებს სოფო ცერცვაძე წარმოგიდგენთ. რუსთავის მერის მხარდაჭერითა და პირველი სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ინიციატივით დღეს უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. მოსახლეობას კონსულტაცია წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის 8 პროფილის ექიმმა გაუწია. დეტალები ნახეთ თამარ ლოლაძის სიუჟეტში. ანგეოლოგი, კარდიოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ეს იმ ექიმების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც უფასო სამედიცინო გამოკვლევები დღეს რუსთაველ მოსახლეობას გაუწიეს. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმებისგან კონსულტაციის მიღება მოსახლეობას დღეს დილის 9 საათიდან შეეძლოთ. ადგილზე ქალაქის მერი დავით ჯიქიაც იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო აქცია რუსთავის მერის მხარდაჭერით განხორციელდა. ხორციელდება ერთობლივი მუშაობა, შემოწმებები. დღევანდელ შემთხვევაში ყოფილი მიხაილოვის სამავთყოფოს პერსონალია ჩამოსული, ხდება ქალაქში გამოკვლევები ჩატარება, თანამშრომლობა მათი ალბათ გაგრძელდება და რაღაც პერიოდულობით მოხდება ჩამოსვლა მიხაილოვის სამავთყოფოს წარმომადგენლების ექიმების და გამოკვლევები ჩატარება. ჩვენ ვატარებთ უფასო სამედიცინო აქციას, მსგავსი აქციებს ჩვენ ვაპირებთ, რომ რაღაც პერიოდულობით გავაკეთოთ, ჩვენ გვაქვს პოლიკლინიკის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა, მემორანდუმი, ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ მსგავს გასვლებზე რუსთავის მასშტაბით. უფასო სამედიცინო აქციით სარგებლობისთვის პირველ სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრს დღეს საკმაოდ ბევრმა პაციენტმა მიმართა, თუმცა ყველაზე მეტი მიმართვიანობა მაინც კარდიოლოგთან და ანგეოლოგთან დაფიქსირდა. დილის 9 საათიდან პაციენტების მოდინებას ჰქონდა საკმაოდ აქტიურად ადგილი. საკმაოდ ბევრი პაციენტი მოვიდა, რომლებიც უფასო სამედიცინო გასინჯებს იტარებენ და ყველაზე მეტი აქტიურობა მაინც ანგეოლოგის კაბინეტთან შეინიშნება, ასევე საკმაოდ არიან პაციენტები ეხოსკოპიის კაბინეტთან, სადაც უტარდებათ მათ მრავალპროფილური ეხოსკოპიური კვლევები. პაციენტების მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. აბსოლუტურ უმეტესობას აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, მათ შორის არაკონტროლირებული ფორმები, არის გულის სიკმოკმარისობა, გულის იშემიური დაავადება ასევე და არითმია. მოვედი, კონსულტაცია გავიარე, ახლა რეცეპტს გამომიწერს და კმაყოფილი ვარ ძალიან. ნერვაპათოლოგთან ავედი, დიდი კმაყოფილი ვარ, მივიღე კარგი კონსულტაცია, კარგად გამსინჯეს, ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ. რუსთავის პირველი სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრისა და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელობა ანალოგიური ხასიათის აქციებს სამომავლოდაც გეგმავს. რუსთავში 24 ოჯახის გაზიფიცირების პრობლემა გადაწყდა დევნილთა სამინისტროს სოკართან თანამშრომლობით ქვემო ქართლში გაზიფიცირებას რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად ახორციელებს. ნახეთ კრისტინა ასლამაზაშვილის სიუჟეტი. ამ საცხოვრებელ კორპუსში იძულებით გადაადგილებული პირები უკვე 22 წელია ცხოვრობენ. წლების განმავლობაში მათ საცხოვრებლებში არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებს ბუნებრივი აირის არარსებობა უფრო მეტად ამძიმებდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სოკარ შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ კოსტავას 35 ნომერში გაზიფიცირების პროცესი დაიწყო. ვიყავით დღემდე უგაზოდ და რა ვიცი, ბევრი თავრობა გამოვიცვალეთ, მაგრამ რახან ახლა ბატონი სუბარი მოვიდა, ძალიან დიდი მადლობელი ვართ, რომ გაითვალისწინა ჩვენი მდგომარეობა, ბევრი განცხადებები და ბევრი შეწუხების შემდეგ და დაიწყეს გაკეთება. და 2 წელს ვამთავრებ, ჩემი ახალგაზრდობა დავამთავრე, არც ბინა მაგ დაკანონებული და არც გაზია შემოყვანილი, არც წყალი გვაქვს შიგნით, ვართ ყოფილი ადამიანის პირობებში. რუსთავში ბუნებრივი აირით 24 ოჯახი ისარგებლებს. რუსთავის გარდა გაზიფიცირების პროგრამა თეთრი წყაროსა და გარდაბანშიც მოქმედებს. სამინისტროს ადგილობრივ უწყებაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. იმ ობიექტებზე კი, სადაც ჯერ კიდევ არსებობს აღნიშნული პრობლემა, ბუნებრივი აირის მილების მონტაჟი უახლოეს მომავალში დაიწყება. ეკონომიკის სამინისტრო და დევნილთა სამინისტრო ერთობლივად აწარმოებს მოლაპარაკებებს სოკარგასთან, რომ დევნილთა სამინისტროსთვის 431 ოჯახს უფასოდ შეუყვანოს სოკარმა გაზი. რუსთავში, თეთრი წყაროში ჩვენ ტერიტორიულ ორგანოში შემოვალ ტერიტორიულ პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს 71 ოჯახი თეთრი წყაროში, რომელიც არის ჩადებული ამ პროექტში და ასევე გვაქვს 57 ოჯახი რუსთავში.
ტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ობიექტებზე გაზიფიცირების პროცესი ზამთრის დადგომამდე დასრულდება, რის შემდეგაც ბუნებრივი აირით ქვემო ქართლში 163 ოჯახი ისარგებლებს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რუსთავში შიდა ეზოებში გზის საფარის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის მოსამზადებელი და აღდგენითი სამუშაოები ყაზბეგისა და თბილისის ქუჩებზე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ შიდა ეზოების რეაბილიტაცია გზის საფართან ერთად წყლისა და საკანალიზაციო სისტემების აღდგენასა და სანეაღვრეჭების მოწყობასაც ითვალისწინებს. მიმდინარეობს ძალიანად უბანია თბილისის 2, 4, 6, 8 ნომერი, ყაზბეგის 1, 3, 5, 7, 9, 11 ნომერი. 4230 კვადრატული მეტრია ასფალტის საფედი დასაგები. ეხლა მიმდინარეობს ასფალტის დაგება 5 სანტიმეტრიანი ფენა იქნება. საშინელება იყოს, გუბეები იყო და არ ვიცი რა. აი იქით საერთოდ იქით შესახვევში საერთოდ ვერ გახვიდოდი და არა ძალიან კაია ეს როკეტება. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების ფასადისარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ტარდება. ამ ეტაპზე რჩეულიშვილის ქუჩის 600 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტირება დასკვნით ფაზაშია. როგორც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, საცხოვრებელი ბინის კედლები ამორტიზებული იყო და შენობის მთლიანი რეაბილიტაცია მოხდება. ამ ეტაპზე ობიექტის გარე ფასადი შეიღებება. ერთი თვის წინ დავიწყეთ თითქმის ეს ობიექტი და დღეს დავგვჭირდა მხოლოდ სამღებრო სამუშაოების და დავამთავრებთ სულ უახლოეს მომავალში. შესრულდა ჩამოყრა ძველი ნალესის და ლარტყების და სულ თავიდან ბოლომდე შეილესა კედლები. ასევე გამოიცვალა მეტალოპლასმა, ჩადგა, ამოიყარა ხის ფანჯრები და ჩადგა მეტალოპლასმასის ფანჯრები. გასარემონტებელი ბინა იყო. რა თქმა უნდა, წყალიც ჩამოდიოდა, პანჯრები არ აქონდა, გასალესე. მაგრამ დიდი მადლობელები ვართ ჩვენი მთავრობას, მერიას. დღესდღეიდან რუსთავის სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ყიდვა 2 ლარად და 24 თეთრად იყო შესაძლებელი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ დღეიდან 1 ევრო შეძენა 2 ლარად და 49 თეთრად იქნება შესაძლებელი. უმნიშვნელო ცვლილებებია დოლართან მიმართებაში, საერთოდ ვალუტასთან მიმართებაში, ისე რომ უკეთესი მდგომარეობა ვიდრე გასულ თვეების განმავლობაში. გაგაცნობთ განცხადებას, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს 5 ივლისს დილის 5 საათზე მდინარე მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით ორთაჭალ ჰესის დაცლა დაიწყება, რაც გამოიწვევს მდინარე მტკვრის დონის მომატებას. აღნიშნული ხელშეუწყობს საძიებო სამუშაოების ეფექტურად ჩატარებას. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს დროის ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. საჭიროების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს. ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი მეტრომარტი უკვე რუსთავშია. ნომერ 1 ტექნიკის ცენტრი დღეს საზეიმოდ გაიხსნა და პირველი მომხმარებლებიც მიიღო. რა სიურპრიზი დახვდა დღეს მეტრომარტში მისულ მყიდველს და რას თავაზობს ტექნიკის მაღაზია რუსთაველებს, ნახეთ სიუჟეტი. მეგობრობის გამზირზე დღეს ტექნიკის პირველი ჰიპერმარკეტი მეტრომარტი საზეიმოდ გაიხსნა. მეტრომარტი რუსთაველებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრულ ასორტიმენტს თავაზობს. ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით მეტრომარტის რუსთავის ფილიალში დიდი ფასდაკლების აქციაც მიმდინარეობს. იქნება ძალიან ბევრი საჩუქარი, ასევე იქნება გრანდიოზული ტორტი და იქნება კიდევ დიდი ფასდაკლები. საერთოდ მეტრომარტი გამოირჩევა სხვა ტექნიკის მაღაზიებისგან იმით, რომ ეს პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში ტექნიკის ბაზარზე და რაც მთავარია, ჩვენთან არის ყველაზე დიდი ასორტიმენტი, ანუ არჩევანი. მეტრომარტის სტუმრების განწყობაზე დღეს ცოცხალი ბენდი ზრუნავდა. გახსნის ცერემონიალს კი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უძღვებოდნენ. აქ მოსულ მომხმარებელს დღეს უამრავი სიურპრიზი დახვდა. კომპანიის მენეჯმენტისგან პირველ 50 მყიდველს სპეციალურად დაწესებული საჩუქრები გადაეცათ. დღესვე მომხმარებელს დამალული სასაჩუქრე ბარათების აქციაში შეეძლო მონაწილეობის მიღება. ჩვენ გეგმავთ კიდევ გაფართოებას და შემდეგი ჩვენი ჰიპერმარკეტი გაიხსნება ბათუმში.
და ჩვენ შევძლებთ რომ აქაური მოსახლეობისთვის გავაკეთოთ სპეციალური ისეთი შეთავაზებები, რომელიც იქნება საინტერესო და რომელთაც მოვიპოვოთ მომხმარებლის გულს და შევძლებთ საინტერესო პრომო კამპანიების გაკეთებას. მეტრომარტის რუსთავის ფილიალში ყველა იმ ბრენდის ტექნიკაა წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ულტრათანამედროვე ტელევიზორები, მაცივრები, სარეცხის მანქანები, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ტექნიკის შეძენა აქ განსაკუთრებულ ფასად არის შესაძლებელი. არაჩვეულებრივია ყველაფერი, ძალიან გვიხარია, ძალიან მოგწონს შეხვედრა ცნობად ადამიანებთან და კარგი იქნება თუ რამე საჩუქარს მივაგნებ. ძალიან მიხარია რომ რუსთავ შეემატა ესეთი მნიშვნელოვანი მაღაზია და ფასებიც მისაღებია, ყველაფერი ძალიან კარგია და ფართო არჩევანია, რაც მთავარია. მეტრომარტი ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანთან ერთად დაბალ ფასებს სთავაზობს. რუსთავის მეტრომარტი ჰიპერმარკეტების ქსელის რიგით მეოთხე მაღაზიაა. სასარგებლო არდადაგები მოსწავლეებისთვის ამერიკული კუთხის ორგანიზებით რუსთავში პროექტის სახელწოდებით საზაფხულო სკოლა ხორციელდება, რომელშიც რუსთავის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან ჩართულები. 10 დღის განმავლობაში მოზარდებს სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგები ჩაუტარდებათ. 10 დღის განმავლობაში ჩვენი მონაწილეები მოდიან, იღებენ სხვადასხვა ცოდნას, სხვადასხვა პრეზენტაციები უტარდებათ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, ხდება ენერჯაიზერებში თამაშები, სწავლობენ ჯგუფურ მუშაობას, ასევე სწავლობენ თუ როგორ გახდნენ კარგი ლიდერები და როგორ ჩამოაყალიბონ კარგი გუნდები. ძალიან კარგი ნაკადი გვყავს წელს. გვიტარდება კომპიუტერ ტექნოლოგიებზე ტრენინგები, რაც გვეხმარება იმისთვის, რომ დავაბაზაროთ ფლაიერები და გავამზადოთ გიფები და ასე შემდეგ. ვუყურებთ სხვადასხვა სახის ვიდეოებს, რომელზეც შემდეგ ვიმსჯელობთ. და ეს გვეხმარება იმისთვის, რომ ჩვენი IQ და EQ ავამაღლოთ უფრო. ფილიპინებში სამგზავრო ბორონის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60 მიაღწია. ქვეყნის სანაპირო დაცვის წევრებმა ცხედრებით ჩაძირულ ბორანზე იპოვეს. ინციდენტი კუნძულ ლეიტებზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბორანზე სულ 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 118 ადამიანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. საბერძნეთის დედაქალაქში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა. მოსახლეობის ნაწილი საერთაშორისო კრედიტორების წინადადების მხარდასაჭერად გამოვიდა. ნაწილი კი მის წინააღმდეგ. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ბერძენი ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს მათ მოთხოვნებს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს. 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. წელს ქვეყანა დამოუკიდებლობის 229 წლის თავს აღნიშნავს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წელს თომას ჯეფერსონის პრეზიდენტობის დროს მიიღო. გამოშვების ბოლოს ქრონიკაში ტრადიციულად ამინდის დროა, ვნახოთ სინოპტიკოსების პროგნოზი ხვალინ დელამინძე. წალკაში დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით 15, თეთრი წყარო +26 დღისით 16 ღამით. თმანიში +24 გრადუსი ფიქსირდება დღე 12 ღამით, ბოლნისში +30 დღისით 20 ღამით. პანელში +33 დღისით 18 იქნება, ღამით თბილისში 34 გრადუსი იქნება, დღე 21 ღამით. გარდაბაში +33 დღისით 21 ღამით. რუსთავში ასევე 33 დღე 21 ღამით. ქრონიკა წყლის ნახევარზე დასრულებულია. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და ორშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.